MTV Live-ის სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის მხოლოდ ბათუმში გრანდიოზული კონცერტში, რომელიც 2 აგვისტოს ევროპის მოედანზე გაიმართება, მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი მიიღებს მონაწილეობას. წინა საკონცერტო მზადების შესახებ თამთა მეგრელიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამთა, ცნობილია, რომ MTV Live-ის პროექტში ქართველი შემსრულებლები ჩაერთვებიან. ვის ექნება მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად სცენაზე დგომის საშუალება? ენრიკე იგლესიასთან ერთად ბათუმში სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი ელდრაინი გამოვიდნენ MTV Live ჯორჯიას ევროპის მოედანი მასპინძლობს უკვე ცნობილი არის რომ MTV-ს საშუალებით ბათუმურ შოუს მსოფლიოს 152 ქვეყანაში 600 მილიონზე მეტი მაყურებელი ნახავს MTV-ს პროექტისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან ბათუმში აქ სცენა რომელიც სპეციალურად MTV-ს სპეცეფექტებით იქნება აღჭურვილი რამდენიმე დღეში იქნება ჩამოტანილი და ევროპის მოედანზე დაიდგმება შემოისაზღვრება აქ მაყურებლებისთვის განკუთვნილი ადგილიც რა მთავარი მოთხოვნა წაუყენეს MTV-ს ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს და როგორ ემზადებიან საქართველოში ენრიკე იგლესიასის კონცერტისთვის ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. It's coming. August the 2nd, get ready for a monster of a show as MTV Live lands in Batumi, Georgia. MTV-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სარეკლამო რგოლი 2 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტზე ყვება. MTV Live ჯორჯია წელს ბათუმში ენრიკე იგლესიას უმასპინძლებს. ევროპის მოედანზე მომზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. MTV Live ჯორჯია აქ ზუსტად 13 დღეში გაიმართება. კონცერტამდე ბათუმში საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოვიდა, რომელმაც აქაცებული გარემო შეისწავლა. ორგანიზატორების მთავარ მოთხოვნათა შორის ისიც არის, რომ ქვეყანაში სადაც MTV-ს კონცერტი ტარდება, უსაფრთხო გარემო უნდა იყოს. ამ მხრივ საქართველოს ნორმები დააკმაყოფილა და სამზადისიც დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი MTV-ს ყველაზე ცნობილი ბრენდი ქვია MTV Live, ამ შემთხვევაში MTV Live Georgia. მე ვიტყოდი რომ ძალიან პოპულარული ბრენდი არის ევროპაში, ყველაზე ცნობილი არის მალტაზე, ყოველწლიურად ატარებენ და გადაწყვიტეს რომ საქართველოში ჩაეტარებინათ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა MTV-ს იყო ის რომ ყოფილიყო უსაფრთხო გარემო, უსაფრთხო ქვეყანა. გრანდიოზული კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე ევროპის მოედანზე სპეციალური აპარატურით აღჭურვილი სცენა უნდა დაიდგას, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოიტანენ. სცენის ირგვლივ მაყურებლებისთვის გამოყოფილი ადგილი შემოისაზღვრება, სადაც 15,000-ზე მეტი ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. ეს იქნება მაყურებელთა ტერიტორია და ადგილი. შესაბამისად, ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული, რომ კონტროლირებადი იყოს მაინც ხალხის მოსახლეობა, იმიტომ რომ მოხსენებაც რომ პიკი არის, სეზონის პიკი უკვე დაწყებულია. იქიდან გამომდინარე, ყველა უსაფრთხოების ზონები დაცული იქნება. ენრიკე იგლესიას ბათუმში კონცერტის წინა დღეს ელოდებიან. ცნობილ შემსრულებელს ახლა მსოფლიო ტურნე აქვს სახელწოდების ეიფორია. ბათუმში იგლესიასი სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში წარსდგება. ენრიკე იგლესიასის ეიფორია უკვე მოისმინეს კანადაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში. იგლესიასის ბათუმური ეიფორია ზღვისპირა ქალაქის მუსიკალური ღონისძიებების საზაფხულო ტრადიციას გააგრძელებს. ენრიკე იგლესიასი იქნება სტუმარი ბათუმის, ცხადია ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბათუმი სულ უფრო ცნობილი ხდება, ზოგადად აჭარა, საქართველო ქვეყანა მთლიანად. იგლესიასთან ერთად ბათუმში 2 აგვისტოს სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი ელდრაინი გამოვა. MTV Live ჯორჯიას ყველაზე დასამახსოვრებელ ნაწილს MTV World Stage-ის მეშვეობით მსოფლიოს 152 ქვეყანაში 600 მილიონზე მეტი ადამიანი ნახავს. ათასობით ბათუმელი და აქ ჩამოსული ტურისტები კი იგლესიას ცოცხლად მოусმენენ. გიჟდები ენრიკეზე, სიამოვნებით ვუსმენ მამაშვილი იგლესიასებს, ძალიან მელოდიური და სასიამოვნო სიმღერები აქვს. ჩემთვის ენრიკეს კონცერტზე დასწრება ძალიან კარგი შანსია, იგი მსოფლიო დონის ვარსკვლავია. რომ გავიგე, აქ ეს კონცერტი ტარდება, გადავწყვიტე რომ აუცილებლად დავესწრო. ამ შანსს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებ. ძალიან გამიმართლა, ბათუმში ვარ, კარგად ვერთობი, ზღვა ძალიან მომწონს და თან მალე აქ ჩემი საყვარელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი იმღერებს. ძალიან მაგარია. ძალიან გახარებული ვართ მთელი ბათუმი, ველოდებით, დიდი სურვილი გვაქვს რომ დავესწროთ ამ კონცერტს და დარწმუნებული ვარ რომ არა მარტო ბათუმელები, არამედ საქართველოს სხვა კუთხიდანაც ჩამოვლენ და აგრეთვე უცხოელი ტურისტებიც ჩამოვლენ ამ კონცერტის საყურებლად. კონცერტისთვის ემზადება ჯგუფი ელდრაინიც, როგორც ჯგუფს MTV-ს ადმინისტრაცია 2 კვირის წინ დაუკავშირდა და მათ შოუში ჩართვა შესთავაზა. ჯგუფი MTV Live ჯორჯიაზე 45 წუთიანი საკონცერტო პროგრამის წარსდგება.
ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც დაახლოებით 2-3 კვირის წინ თვითონ MTV-ის საპროდიუსერო ჯგუფი დაგვიკავშირდა და თავად გამოთქვეს მათ სურვილი, რომ ჩვენ მონაწილეობა მიგვეღო ამ დიდ კონცერტზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან, არ ვიცი, სასიხარულო, იმიტომ რომ MTV ეს არის ალბათ უკვე ძალიან დიდი ეტაპი მომღერლის და საერთოდ ყველა მუსიკოსის ცხოვრებაში. ალბათ ძალიან ჯგუფს არ აქვს საშუალება იმის მთელი კარიერის განმავლობაში, რომ MTV-ზე პირდაპირ ეთერში გავიდეს და პლუს კიდევ ამას ამატებული რაღაცა ურთიერთობა ქონდეს MTV-სთან ისეთი, რომ რაღაც სამომავლო გეგმები შეადგინოს და ეგეთი რაღაცები. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის პრესტიჟია პირველ რიგში, რომ MTV events აკეთებს საქართველოში. ენრიკე იგლესიასი კონცერტისთვის ბათუმში ავსტრალიიდან ჩამოვა. ვარსკვლავი ბათუმში რამდენიმე დღით დარჩება და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ასე რომ არ გამოტოვოთ 2 აგვისტოს ზუსტად საღამოს 7 საათზე ევროპის მოედანზე MTV Live Georgia გაიმართება. მე შეგახსენებთ, რომ ენრიკე იგლესიასის კონცერტზე დასწრება არის აბსოლუტურად თავისუფალი.